მოგესალმებით, მე ვარ ნინო ბარნაუშვილი და ახლა ვიმყოფებით ბელგიაში, ბრიუსელში, ხელოვნების მუზეუმში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვართ ძველი ოსტატების დარბაზებში და ვეცნობით მათ ნამუშევრებს. ამ კონკრეტულ სივრცეში პიტერ ბრეიგელ უფროსის ნამუშევრებია გამოფენილი. ამბოხებული ანგელოზების დაცემა, ასე ქვია ნამუშევარს, რომლის შესახებ დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ. წლების განმავლობაში არაერთი მკვლევარი ამ ნამუშევარს ბრეიგელის ნაცვლად ბოსხს მიაკუთვნებდა. 1900-იან წლებში ჩარჩოს მიღმა აღმოაჩინეს წარწერა პიტერ ბრეიგელი. ზემოთქმულის გათვალისწინებით კი გამოთქვეს ვარაუდი, რომ ნამუშევარი პიტერ ბრეიგელ უმცროსმა შექმნა. თუმცა ამ აღმოჩენიდან მალევე რამდენიმე წელში ნამუშევრის შექმნის თარიღსაც მიაკვლიეს, რამაც ცხადყო, რომ 1562 წელს ნამუშევარი არა პიტერ ბრეიგელ უმცროსმა, არამედ პიტერ ბრეიგელ უფროსმა შექმნა. როგორც ხედავთ, სასურათე სიბრტყეზე მხატვარი ამბოხებული ანგელოზების დაცემას გვიჩვენებს. ეს ანგელოზები ღვთის საწინააღმდეგო გზას დაადგნენ, ღმერთს განუდგნენ, რასაც შედეგად მათი დაცემა მოჰყვა. კომპოზიციის ცენტრში ბრეიგელმა მთავარანგელოზი მიქაელი გამოსახა, რომელიც ანგელოზთა დასთან ერთად ბოროტი ძალის დასამარცხებლად იბრძვის. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ სასურათეს სიბრტყეზე გამოსახულ დემონურ ქმნილებებში, დაცემულ ანგელოზებში პიტერ ბრეიგელ უფროსი ესპანელ დამპყრობლებს მოიაზრებს. ბრეიგელის ეს ნამუშევარი ბელგიაში, ბრიუსელში, ხელოვნების სამეფო მუზეუმშია დაცული.